გადავშალოთ ბიბლია. ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. მერვე თავი. მე-11 მუხლიდან მე-15 მუხლის ჩათვლით. გითხულობთ. რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამოფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით. ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. მხოლოდ საბაოდ უფალს ეგრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაბორთხილების კლდეთ ისრაელის ორი სახლისთვის, ბადეთ და მახეთ იერუსალიმის მკვიდრისათვის. ბევრი წაიფორთხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. უფალო ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის. მორჩილად გევედრებით. შენი სული წმინდის მადლით მოგვანიჭე, რათა ჩავწვდეთ შენს ნებას გაცხადებულს წმინდა წერილში. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ესაია იყო არა მარტო წინასწარმეტყველი, არამედ ის იყო აგრეთვე მისივე წიგნის თანახმად შვილი, ის იყო მეუღლე, ის იყო მამა. გავიხსენოთ, რა ერქვა ესაიას მამას, მისივე წიგნის თანახმად. პირველი თავის პირველ მუხლში ის გვაცნობს თავის თავს, როგორც ამოცის ძეს. ის არა მარტო ამოცის ძე არის, ის აგრეთვე არის მეუღლე. რა ერქვა ესაიას მეუღლეს? ყველათ მოეძებთ, სახელი არ არის მაინც მის წიგნში ახსენები. მაგრამ ვიცით, რომ მას ყავდა მეუღლე და რომ მისი მეუღლე იზიარებდა მის მსახურებას. ის იყო წინასწარმეტყველი. მერვე თავის მესამე მუხლში წერია და დაუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს და დაორსულდა. ესაია იყო არა მარტო ძე ამოცისა, არა მარტო წინასწარმეტყველის მეუღლე, არამედ ის იყო მამა. რა ერქვა მის უფროს ვაჟს? რა ერქვა ესაიას უფროს ვაჟს? მე-7 თავის მესამე მუხლში წერია. და უთხრა უფალმა ესაიას, გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შიარ იაშუბი. შიარ იაშუბი. ეს არის მისი უფროსი ვაჟის სახელი. მას ყავდა აგრეთვე მეორე ვაჟი. რა ერქვა მის მეორე ვაჟს? ესაიას მერვე თავის მესამე მუხლი. და დაუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, ჩვენ ეს უკვე წავიკითხეთ და იმავე მუხლში წერია და დაორსულდა და შვა ძე და მითხრა უფალმა უწოდე მას სახელად მაჰერ შალალ ხაშბას. მაჰერ შალალ ხაშბას. ყველაფერი ეს მოწმობს იმაზე, რომ როდესაც უფალი მოუწოდებს ვინმეს, მისი ოჯახი გვერდზე არ რჩება. მისი მეუღლე, მისი შვილები. მეუღლესაც და შვილებსაც ეძლევა დიდი პატივი ღვთისაგან, იყვნენ ჩართულნი ხმობილის მსახურებაში. ყავდა თუ არა დიდ მოციქულს, წმინდა პეტრე მოციქულს მეუღლე?
თქვენ გაგიკვირდება და ბევრს გონია რომ არ ყავდა. ყავდა თუ არ ყავდა? ყავდა. არაერთგზის წერი ამის შესახებ, როგორც სახარებაში, ასევე ეპისტოლეებში. ესაია იყო ხმობილი ღვთისაგან და მასთან ერთად, როგორც ჩვენ წავიკითხეთ, უშუალოდ მის მსახურებაში მონაწილეობდნენ მისი მეუღლე და მისი შვილები. უფალმა კიდობანში შეიყვანა, ხსნისა და მსახურების კიდობანში შეიყვანა მისი მეუღლე და მისი შვილები. ძალიან მკაცრი წესები არის ეკლესიის მსახურებისთვის დადგენილი. ამ წესების მიხედვით ეკლესიის მსახურად ვერ ივარგებს ადამიანი, რომელიც თავის სახლში არ არის სათანადო მოწოდებაზე. ეს არის უფლის სიტყვა, ეს არ არის კაცთა სიტყვა. პირდაპირ წერია, ვისაც არ შეუძლია საკუთარი სახლის მართვა, როგორ მართავს უფლის სახლს. ერთი მხრივ ეს არის კურთხევა, მეორე მხრივ ეს არის პასუხისგებლობა. მე არ ვიცი როგორ შევწევდი ჩემს მსახურებას, ჩემ გვერდით რო არ მდგარიყო ჩემი მეგობარი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ აი ამ ხაზს მთელ ბიბლიაში. როცა უფალი მოუხმობს ვინმეს, მისი ოჯახი გვერდზე არ დგება. როგორც წესი ის ჩართულია მასთან ერთად. რა თქვა იესო ნავის ძემ? მე და ჩემი სახლი ვემსახურებით ღმერთს. მე ვამბობ ახლა არა გადარჩენაზე, არამედ მსახურებაზე. მეცაც გეტყვით. ესაიას მეუღლე არა მარტო მორწმუნე იყო, ანუ ებრაელი. არამედ ვინ იყო, რა წავიკითხეთ? წინასწარმეტყველი ყოფილა. იზიარებდა მის მსახურებასაც. მის მოწოდებაში იმყოფებოდა, მის უღელში იმყოფებოდა, მის ჯვარს ატარებდა. მისი შვილებიც აგრეთვე. პირდაპირ მიუთითა უფალმა და უთხრა, შენ შვილს დაარქმევ აი ასეთ სახელს. იმისათვის რომ შენ აღასრულო მსახურება. ჩვენ ხედავთ რომ ესაია თავის ოჯახთან ერთად ემსახურება უფალს. ეს არის ბიბლიაში მოცემული სურათი. სხვაგვარად წარმოუდგენელია. ჩვენ ვლაპარაკობთ არა გადარჩენაზე, არამედ მსახურებაზე. მსახურებისთვის უფრო მკაცრი მოთხოვნები არის დაყენებული. როგორც წესი, მსახურის გვერდით ყოველთვის მისი მეუღლე უნდა იდგეს. ყოველთვის, ყველგან. შეუძლებელია ვინმე იყოს წარგზავნილი, თუ მას ყავს მეუღლე და შვილები და ის მეუღლისა და შვილების გარეშე ასრულებდეს მსახურებას. ასეთ რამეს ბიბლია არ ცნობს. პირიქით, თუ ასეთ რამეს ვინ მიაკეთებს, ის საფრთხეში იგდებს საკუთარ თავს. და გონია რომ ამით ღმერთს ემსახურება სინამდვილეში. შეიძლება ღმერთის ნებას ეწინააღმდეგებოდეს. ესაია არის საოცარი პიროვნება. არა მარტო ცნობილი ქრისტიანულ ტრადიციაში, როგორც ძველი აღთქმის მახარებელი, როგორც წინასწარმეტყველი ქრისტეზე და თანაც როგორი წინასწარმეტყველი, როგორც ნეტარი იერონიმი ამბობს, ის ლაპარაკობს ამბებზე, მოვლენებზე, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა და დეტალურად გადმოგცემს იესო ქრისტეს, მის შობას, უბიწო ჩასახვას, ჯვარცმას, მსახურებას, აღდგომას, დაბრუნებას, განდიდებას, ყველაფერს გვეუბნება ქრისტეს შესახებ. და ის ამ მსახურებაში არ არის მარტო, ის არის თავის მეუღლესთან, წინასწარმეტყველთან და თავის შვილებთან ერთად. ბიბლია ამბობს, თუ ვინმეს არ ემორჩილება შვილები, ის ვერ შეძლებს
ღვთის სახლში მსახურებას. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს ემორჩილება, ვიდრე ისინი არიან არასრულწლოვნები. და მორჩილების ქვეშ იგულისხმება, რომ მამის დარიგების შესაბამისად მოქმედებენ. აღასრულებენ მეხუთე წმინდა მცნებას, პატივი მამასა შენსა და დედასა შენს, რაც გამოიხატება აგრეთვე მათი სიტყვის დაჯერებაში, გაგონებაში. შემდეგ არის დაპირება, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში ვხედავთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით ხასიათდება ღვთისკაცი. კერძოდ ესაია. ჩვენი შეკრებების დროს მე ვახსენე ცნობილი სწავლულების, მეცნიერების, პროფესორების, სპეციალისტების სახელები. არაერთი. ვისაც ჩვენ მივმართავთ, მე ვგულისხმობ თანამედროვე სპეციალისტებს, ღვთისმეტყველებს, შეგახსენებთ მათ სახელებს, რაც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. William Lasori, პროფესორი William Lasori, პროფესორი David Hubbard, პროფესორი Frederick Bush, სამწუხაროდ სამივე გარდაცვლილნი არიან, სამივენი. აგრეთვე Douglas Stewart, მადლობა ღმერთის, კიდევ ცოცხალია. დღეს მინდა კიდევ ერთი გვარი და სახელი წარმოვადგინო თქვენ წინაშე. ეს არის ადამიანები, რომლებაც ცხოვრება მიუძღვნეს საღვთო წერილს. ეს ადამიანები ითვლებიან ძველი აღთქმის სპეციალისტებად. Douglas Stewart's, როგორც უკვე ვთქვით და ვახსენეთ, თავისი საბაკალავრო და სადოქტორო საერთოდ ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს დაცული. დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პიროვნების სახელი და გვარი მინდა თქვენ წინაშე წარმოვთქვა. ეს არის ადამიანი, რომელმაც დაწერა ესაიას წიგნის განმარტებანი, ეს ძველი აღთქმის წიგნია. მისი სახელი არის Derek Thomas. ის წარმოშობით უელსელია, ბრიტანელია. ის არის პროფესორი, მადლობა ღმერთს, ცოცხალია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან დახუნძლული, მრავალი აზრით, შეგონებით, დარიგებით განმარტებანი დაწერა მან. Derek Thomas-ის მიხედვით, ჩვენ მიერ ნაწყვეტში დასახელებულია სამი ძირითადი ნიშანი ღვთისმოსავი კაცისა. სამი. პირველი. ეს არის ქვეყნიერებიდან ან ქვეყნიერებისგან გამოყოფა. მეორე, ეს არის ღვთის შიში და მესამე, ეს არის ქრისტეზე წარმოდგენა. სამი დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი ნიშანი ღვთისმოსავი ადამიანისა. სხვადასხვა თომასი სწორედ ასე აყენებს საკითხს. აი ამ ჩვენ ნაწყვეტში ესაიას მერვე თავის მე-11 მუხლიდან მე-15 მუხლის ჩათვლით ის გამოყოფს სამ ნიშანს. ესაიას მაგალითს. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი. ნახეთ როგორ იწყება ჩვენი ნაწყვეტი. ასე მითხრა უფალმა. ესაია ამბობს, ასე მითხრა მე უფალმა. როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა. არ მევლო ამ ხალხის გზით. როგორი მეტაფორაა, ხელი ჩამავლო.
სხვა თარგმანში წერია ძლიერი ხელი ჩამავლო. აი როგორც მშობელს ბავშვი გადაყავს ქუჩაზე ან კიდებს ხელს, რომ არ დაეკარგოს, რომ მისი მეთვალყურეობის, მისი ზრუნვის, მისი სიყვარულის ქვეშ იყოს. ან როგორც მეგობარი ჩაჰკიდებს ხელს თავის მეგობარს, რომ არ მოიშოროს გვერდიდან, ან როგორც მეუღლე ჩაკიდებს ხელს თავის მეუღლეს და ასე შემდეგ. ძლიერი ხელის ჩაკიდების მეტაფორა, რაც გამოხატავს უფალსა და ადამიანს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობას. ასე მითხრა უფალმა ესაია, ღვთისმოსავი ადამიანი, რომელიც ოჯახთან ერთად ჩართული არის მთლიანად, შვილებიანად, ცოლიანად მსახურებაში. კიდევ ხას უსვამ, აქ გადარჩენაზე ლაპარაკი არ არის. აქ არის ლაპარაკი ღვთისმსახურებაზე, მოწოდების შესრულებაზე. გამაფრთხილა. არ მევლო ამ ხალხის გზით. ეს არის პირველი ნიშანი. რას ნიშნავს არ იარო ამ ხალხის გზით? პრაქტიკულად ესაიას ღმერთი ეუბნებოდა, გამოიყავი. ნუ დადიხარ იმ ხალხის გზით, რომელ ხალხშიც ცხოვრობ. რა არის ეს? სხვა ენაზე. უბრალოდ სხვა სიტყვებით, რას ნიშნავს ეს მოქმედება? წმიდა ყოფას. ერთი სიტყვა, წმიდა ყოფა. გამოცალკავება, გამოყოფა, გამოსვლა. არ იარო იმ ხალხის გზით, რომელ ხალხშიც ცხოვრობ, ეუბნება ღმერთი ესაიას. ხელ ჩაკიდებული, ძლიერი ხელით ხელ ჩაკიდებული. არ უშვებს მას და ეუბნება, ესაია, იცოდე, არ იარო ამ ხალხის გზით. შენი ხალხის გზით არ იარო ესაია. ისევ მეორე მეტაფორა. რომელი მეტაფორა აქვს? ერთი ხელის ჩაკიდების მეტაფორა. ახლა კიდევ სიარულის მეტაფორა. რამდენჯერ ახსენებს წმინდა წერილი სიარულს, როგორც სიცოცხლის აღმნიშნელს. ენოქი რა შვებოდა ღვთის წინაშე? დადიოდა. ნოე რა შვებოდა? დადიოდა. აბრაამს რა უთხრა ღმერთმა? იარე. კოლასელთა წერილში წმინდა პავლე მოციქული რას ეუბნება მორწმუნეებს, როგორც მიიღეთ ქრისტე, ასევე იარეთ მასში. სიარული ნიშნავს ცხოვრებას. უფალი ეუბნება ესაიას, იცხოვრე, ოღონდ არა ამ ხალხის ცხოვრებით. აი რას ნიშნავს სხვანაირად არ იარო ამ ხალხის გზით. როგორ უფალო? მე ხო ამ ხალხში ვცხოვრობ, კი ცხოვრობ ამ ხალხში. მაგრამ ამ ხალხის ცხოვრების წესებით ნუ ცხოვრობ. აი ესაა სიწმინდე. ეს არის წმიდა ყოფა. ორი რამ წმიდა ყოფასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ნაწყვეტს ეხება. პირველი, დერეკ თომასი ხას უსვამს, რომ გამორჩეული წმიდა ადამიანებიც საჭიროებენ წმიდა ყოფას. ანუ მიაქციეთ ყურადღება, ვის უთხრა ღმერთმა არ იარო ამ ხალხის გზითო? ვის? ესაიას. ვინ იყო ესაია? წინასწარმეტყველი. როგორი წინასწარმეტყველი იყო? ჭეშმარიტი თუ ცრუ? ჭეშმარიტი. კარგი. მან აღიარა საკუთარი ცოდვა. საიდან ვიცით რომ აღიარა საკუთარი ცოდვა? აი ეს არის წიგნის კონტექსტი. ჩვენ წავიკითხეთ მერვე თავიდან, ხომ ეს სიტყვები? მეექვსე თავში რა წერია? მეექვსე თავში წერია და აქ არა მარტო თავებზია. გამახვილებული ყურადღება, როცა ვამბობ მეექვსე თავი, მერვე თავი, არამედ ქრონოლოგიაზე. მერვე თავში არის პერიოდი ახაზის. ახაზი იყო ყუზიას შვილიშვილი. ხოლო ყუზიას დროს რა მოხდა? ანუ მეექვსე თავი აღწერს ყუზიის მეფე ყუზიას პერიოდს. ჩვენ რას ვკითხულობ? ძალიან ცნობილი თავია მეექვსე თავი. ესაია აღიარებს საკუთარ ცოდვებს და ამბობს, მე ვარ ადამიანი უწმიდური ენით და ვცხოვრობ ხალხში აგრეთვე უწმიდური ენით. მან აღიარა ეს და უფალმა გაწმინდა ის. გაწმენდილი ღვთისმოსავი ადამიანია ესაია. და მერვე თავში ღმერთი კვლავ ეუბნება,
ხელი ჩაკიდა მას და ეუბნება არ იცხოვრო შენი ხალხის, ანუ ამ ხალხის ცხოვრებით. ეს იმას ნიშნავს დერეკ თომასის აზრით, რომ წმიდა ადამიანსაც სჭირდება შეხსენება და თქმა. ღვთისმოსავ ადამიანსაც სჭირდება შეხსენება და თქმა ყოველთვის, რომ დარჩეს წმიდა. და მეორე აზრი. მინდა გაგახსენოთ იესო ქრისტეს სიტყვები გამოცხადების წიგნიდან. კერძოდ 21 თავიდან, როცა იესო ამბობს, რომ მართალი კვლავ აკეთებდეს სიმართლეს, ხოლო წმიდა კვლავ წმიდავდებოდეს. მართალი აკეთებდეს სიმართლეს, ეს არის გამოცხადების 21 არა 22 თავის მე-11 მუხლი. ძალიან ადვილი დასამახსოვრებელია 2:2:1:1 22:11. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს არ არის საკმარისი სიწმინდე. ანუ ვერ იტყვის ადამიანი ვერასოდეს, რომ მე უკვე იმდენად წმიდა ვარ, რომ აღარ მჭირდება წმიდა ყოფა. მე იმდენად წმიდა ვარ, რომ აღარ მჭირდება უფრო მეტად ვიყო წმიდა. იმიტომ რომ ეს არის მუდმივი დაუსრულებელი პროცესი. ეს არის მუდმივი დაუსრულებელი პროცესი. პირველი ნიშანი ღვთისმოსავი ადამიანისა ამ ტექსტის მიხედვით ეს არის წმიდა ყოფა. ეს არის სულ სხვანაირი წესით ცხოვრება, ვიდრე ადამიანი ადრე ცხოვრობდა და უფრო მეტად ამ პროცესში განვითარება. რას ნიშნავს იყო წმიდა? სინკლერ ფერგუსონი, ცნობილი შოტლანდიელი ღვთისმეტყველი, თავის ერთ-ერთ წიგნში, რომელიც მთლიანად მიუძღვნა სიწმიდეს, სახელწოდება ამ წიგნისა Devoted to God, მიძღვნილები, ღვთისადმი მიძღვნილები. ის ძალიან მცლად ლაპარაკობს სიწმინდეზე და ხას უსვამს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას სიწმინდის შესახებ. სიწმინდე იყო წმინდა ნიშნავს იყო განსხვავებული, იყო სხვანაირი. ეს ნიშნავს იყო სხვანაირი, ვიდრე იყავი გუშინ წინ, სხვანაირი, ვიდრე სხვა, რომელიც ღვთის მცნებით არ ცხოვრობს. განსხვავებული. და თანაც, როდესაც ვლაპარაკობთ სიწმინდეზე, არ შემოიფარგლება სიწმინდე, მაგალითად ღმერთთან მიმართებაში, ფერგუსონის თანახმად, ცოდვისაგან გამოცალკავება მხოლოდ. არა, ღმერთი ყოველთვის წმინდა იყო, მანამდეც ვიდრე ცოდვა მოხდებოდა სამყაროში. ღმერთი წმინდა კი არ გახდა მერე, როდესაც ცოდვა მოხდა. ღმერთი ყოველთვის იყო წმინდა. ანუ ის არის განსხვავებული, სხვანაირი. მაგალითად ქმნილებისგან. უფლის სიტყვა გვეუბნება, იყავით წმინდა, ვინაიდან მე ვარ წმინდა. იყავით სრულყოფილი, როგორც თქვენი მამა არის ზეციერი სრულყოფილი და ეს პროცესი არის მუდმივი. მეორე ნიშანი ღვთისმოსავი ადამიანისა. პირდაპირ წერია ტექსტში, 1 უფალმა გამაფრთხილა. არ იცხოვრო შენი ხალხის ცხოვრებით. იყავი განსხვავებული, იყავი სხვანაირი. შენი ცხოვრე ჩემი ცხოვრებით, ჩემი წესით. მეორე რას ეუბნება? უფალი. ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს. და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. ხოლო საბაუთ უფალს ეგრძალეთ. ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. რა შეთქმულებაზე აქვს ლაპარაკი? გიფიქრიათ? რა შეთქმულებაზე აქვს ლაპარაკი? ჩვენ გავიგებთ ამის შესახებ, თუ თავად ესაიას სიტყვებს მიმართავთ. აი რა შეთქმულებაზე. იმ დროს, როდესაც ეს სიტყვები წარმოითქმებოდა, ან იწერებოდა, იერუსალიმს დიდი უბედურება ემუქრებოდა. მის წინააღმდეგ შედგა კოალიცია, შეთქმულება, არამელებისა და ისრაელიანების.
და მთელი იერუსალიმი შიშისაგან კანკალებდა. იმიტომ რომ ფიქრობდნენ მოახლოვდა მათი აღსასრულის დღე. ამ დროს უფალი წამოაყენებს თავის წინასწარმეტყველს ესაიას, რომელიც სიტყვით მიმართავს იუდეის მეფეს ახას, რომელიც იყო ყუზიას შვილიშვილი, იოათამის შვილი. და ამ დროს ყველას ჰქონდა შიში. მეშვიდე თავის მეორე მოხლი. აი მოусმინეთ როგორი შიში ჰქონდა ყველას. და ეუწყა დავითის სახლს ასე. არამი და ეფრემი მოკავშირენი გახდნენ და შეირხა მისი გული და გული მისი ხალხისა, როგორც ხეები, როგორ უყვარს ესაიას მეტაფორები, მკლავი, სიარული. ეხლა შეხედეთ, შიშს როგორ აღწერს? აი როგორ აღწერდით თქვენ შიშს? შეეშინდა. როგორც რა? ნახეთ ესაია როგორ აღწერს? შეირხა. შეეშინდათ მათ, შეირხა მათი გულები, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან. გინახავთ ტყეში ქარისაგან ხეები როგორ ირხევიან? აი ისე შიში და კანკალში იყვნენ. რა შეეუბნება უფალი აქ? ისეუბნება, ნუ დაარქმევ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს. რა შეთქმულებაზეა ლაპარაკი? შეკავშირებაზე, შეთქმულებაზე, რომელიც იერუსალიმის წინააღმდეგ, იერუსალიმის ხალხის წინააღმდეგ, იუდეის სამეფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. რატომ ნუ დაარქვევ? იმიტომ რომ ეს შეთქმულება არ შესრულდებაო. და მართლაც ასე მოხდა. ამის სანაცვლოდ რა გააკეთეთო, რას ამბობს უფალი? რა შეეუბნება უფალი ესაიას? მხოლოდ საბაოთ უფალს ეგრძალეთ. ის არის თქვენი შიში, ის არის თქვენი შემზარავი. ანუ ეს შიში ჩაანაცვლეთ სხვა შიშით. გაგიგიათ თუ არა ცნობილი შოტლანდიელი ღვთისმსახური მოქადაგე რეფორმაციის პერიოდისა ჯონ ნოქსი. ძალიან ხშირად ციტირებენ მის აი ამ გამონათქვამს. მე იმდენად მეშინია ღმერთის, რომ აღარ მეშინია ადამიანების. ყველანაირ შიშს გულიდან დევნის ღვთის შიში. ბიბლია ძალიან ბევრს ლაპარაკობს ღვთის შიშის შესახებ. აი მაგალითად მოусმინეთ. იობის 28:28 და უთხრა ადამიანს, ჭეშმარიტად უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდება, გონიერება. ფსალმონი 110:10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა, აზრ კეთილია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია. იგავების 1:7 უფლის შიში ცოდნის სათავია, სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ. ანუ ბრიყვებს, სულიერ ბრიყვებს ღვთის შიში არ უყვართ. იგავების 14:27 უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან მხსნელი. და კიდევ სხვა მრავალი ადგილი. სადაც წერია ღვთის შიშის შესახებ. რა არის ღვთის შიში? ღვთის შიში ეს არის გრძალვა უფლის წინაშე. როგორც ესაიას აი ამ ნაწყვეტში წერია, შეხედეთ, ერთი მხრივ ეუბნება, ნუ იქნება თქვენი შემაშინებელი ის, რაც თქვენ ახლა გაშინებთ. ადამიანს ბევრი რამ აშინებს. ბევრი საშიშროება ემუქრება მას. და შეიძლება ყოველდღე უსმენს ამ საშიშროებების შესახებ, მაგრამ უფალი ეუბნება ღვთისმოსავ ადამიანს. ნუ დაარქმევ შენ ამ შიშს. ნუ დაარქმევ, ნუ შეგეშინდება. შენი შემაშინებელი ნუ შეგაშინებს, ნუ შეგზარავს. როგორ უნდა გააკეთო ეს? მხოლოდ საბაოთ უფალს ეგრძალეთ. ღვთის შიში ნიშნავს გრძალვას, პატივისცემას ღვთის მიმართ. შიშს არ მიაყენო შეურაცხყოფა უზენაეს.
მინდა შეგახსენოთ დონ კიხოტისა და სანჩო პანსას საუბარი, როდესაც ჰერცოგი გზავნის სანჩო პანსას გამოგონილ საგუბერნიოში გუბერნატორად. და როდესაც დონ კიხოტი გაიგებს, რომ სასწრაფოდ იგზავნება ჰერცოგის მიერ სანჩო პანსა, შეიყვანს ცალკე ოთახში და ინახეთ რა სიტყვებს ეუბნება. შვილო ეუბნება მას. ასაკით არ არის შვილი, მაგრამ დიდაქტიკური, მამობრივი ტონით მიმართავს. შვილო ეუბნება, უპირველეს ყოვლისა, იქონია ღვთის შიში. იმიტომ რომ თუ გექნება ღვთის შიში, იქნები ბრძენი. და თუ იქნები ბრძენი, არ დაუშვებ შეცდომას. ხო ბიბლიურია. სუფთა ბიბლიურია. როგორც ჩვენ წავიკითხეთ, სიბრძნის დასაბამი რა არის? ვინ არის ბრძენი კაცი? ვინც ბევრი ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა იცის? ვისაც ბევრი წიგნი აქვს საკითხული? ვინ არის ბრძენი ადამიანი, გეკითხებით? რა არის სიბრძნის დასაბამი? ღვთის შიში. ღვთის შიში. როგორ განიდევნო სხვანაირი შიში ჩვენი გულიდან? ის შიში, რომელიც გუნავს, რომელიც გვანიჭებს ტკივილს, ჭმუნვას, უსიამოვნობას. აი, პირდაპირ წერია, რეცეპტი ჩვენ წინაშია. მხოლოდ საბაუთ უფალს ეგრძალეთ. ის არის თქვენი შემაშინებელი, ის არის თქვენი შემზარავი. ყველანაირი შიში იდრგუნება ღვთის შიშის მიერ, ყველანაირი შიში. იმიტომ რომ ღვთის შიში ნიშნავს ღვთის უზენაესობის აღიარებას. ღვთის შიში ნიშნავს აღიარო ღმერთი ისეთად, როგორიც ის არის. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ შენი სიცოცხლე მის ხელშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც იესომ თქვა, ნუ გეშინიათ იმის, ვისაც მხოლოდ თქვენი სხეულის მოკლა შეუძლია. უფრო მეტად შეგეშინდეთ მისი, ვისაც თქვენი სხეულის და სულიც შეუძლია დაღუპოსო. და მესამე ნიშანი, რა არის მესამე ნიშანი? ეს არის შეხედულება ქრისტესზე. ჩვენ წინაშე არის ძველი აღთქმის საუცხო წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე, როგორც ქვაზე, როგორც კლდეზე. აკი ვთქვით დასაწყისში, რომ ესაია უნიკალური წინასწარმეტყველია, ძალიან ბევრს ლაპარაკობს ქრისტეზე. ყველა წინასწარმეტყველი ლაპარაკობს ქრისტეზე. ყველა წინასწარმეტყველი ქრისტეზე მიუთითებდა, როგორც ღვთის ცხებულზე, მაგრამ ესაიამ ყველას აჯობა. ყველას გადააჭარბა, ყველას გაუსწრო. ესაია ჩემპიონია, პირველია. აი ამ სიტყვებს წმინდა პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში ციტირებს იესო ქრისტეს შესახებ როგორც ქვაზე. თავის ეპისტოლეში ჩვენ აქ ხედავთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს საღვთო წერილის გაგებისა და გააზრებისა. შეხედეთ, ძველი და ახალი აღთქმა გადახლართულია ერთმანეთში. გადახლართული. შეუძლებელი ახალი აღთქმა გაიგო ძველის გარეშე და შეუძლებელია ძველი წაიკითხო ახალის გარეშე. იმიტომ რომ ახალი აღთქმა სრულდება, ძველი აღთქმა სრულდება ახალ აღთქმაში, ხოლო ახალი აღთქმა დაფარულია ძველ აღთქმაში. საოცარი წინასწარმეტყველება ქრისტეზე. ყველა ერთხმად ლაპარაკობს, რომ აქ ქრისტეზეა ლაპარაკი და რა არის აქ ნათქვამი ქრისტეზე? რომ ქრისტე არის ქვა და კლდე. კლდე ბიბლიაში რისი სიმბოლოა? ისევ მეტაფორა, როგორ უყვარს ჩვენ ჩემპიონს მეტაფორა. აი ამ ნაწყვეტში რამდენი მეტაფორა შეგხვდა? აბა დათვალეთ. რამდენი მეტაფორა? 1 ხელი ჩაჭიდება, 2 სიარული, 3 ხეების, ჩვენ წავიკითხეთ სხვა ნაწყვეტიდან, აქ არ არის. და აი ახლა ჩვენ აქ ხედავთ შემდეგ მეტაფორას ქვაზე, სადაც ესაია ამბობს, ის იქნება საწმინდარა და დაბრკოლების ლოდა და წაფურთხილების კლდეთ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადე და მახეთ, ესეც მეტაფორებია, ბადე და მახე, იერუსალიმის მკვიდრისათვის. ბევრი წაიფორთხილებს მასზე და ეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან. აქ ცოტა უცნაური რამ არის ქრისტეზე. ქრისტე საღვთო წერილში არის კლდე. წმინდა პავლე მოციქული პირდაპირ უწოდებს მას, რომ ქრისტე არის კლდე.
ის არის ქვაკუთხედი ეკლესიისა. და იცით ის როგორი კლდე არის? ის არის კლდე, საიდანაც ჩქებს სიცოცხლის წყარო. ეს არის კლდე, რომელსაც მიარტყა მოსემ კვეთრი, კვერთხი, საიდანაც წამოვიდა წყალი ხალხის გადასარჩენად. ქრისტე ეს არის ქვა, რომელიც დავითის ხელში ანადგურებს გოლიათს, უკანასკნელ მტერს, სიკვდილს. ის არის ქვა, რომელიც ჩვენთვის გახდა ქვაკუთხედი, თავკიდური, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა. ნახეთ როგორი ქვა, როგორი ლოდია. ის არის კლდე თავშესაფარი. იმისათვის რომ ის გამხდარიყო ხსნის კლდე, თავშესაფარი კლდე უნდა ყოფილიყო დაწუნებული. მშენებლებმა, ანუ ქრისტეს თანამედროვეებმა თქვეს, რომ ეს ქვა ვერ იქნება ჩვენი გადარჩენის ქვა და მოკლეს. რატომ მოკლეს? რატომ უარყვეს? რატომ დაიწუნეს? მათ თქვეს, ეს ქვა არ გამოდგება ღვთის ერის ასაშენებლად, საძირკვლად, ქვაკუთხედად. იმიტომ რომ ის გახდა შეწყალების მსხვერპლი თითოეული ჩვენგანისთვის. ის განსაკუთრებული, დაწუნებული ქვა, დაწუნება მიუთითებს მის უარყოფაზე, მის ჯვარცმაზე, მის ტკივილზე, მის ცრემლზე, მის სხეულზე, მის მიერ დაღვრილ სისხლზე. იმისათვის რომ გამხდარიყო გადარჩენის კლდე თითოეული ჩვენგანისათვის, უნდა ყოფილიყო მშენებლების მიერ, თეოლოგების მიერ, ეკლესიის მსახურების მიერ, ანუ ძველი აღთქმის დაწუნებული ქვა. შეხედეთ სინედრიონში როგორ დაიწუნეს ის. როგორ დაიწუნეს ეს ქვა? როდესაც შეეკითხეს, შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს? უფალმა უპასუხა, შენ ამბობ. დაიწუნეს, უარყვეს. მღვდელმთავრებმა თქვეს უარი მასზე. ხალხთა მართველებმა უარი თქვეს მასზე, პილატემ და ჰეროდემ. ხალხმა უარი თქვა მასზე, როდესაც პილატემ უთხრა, რომელი გნებავთ რომ გავათავისუფლო, ბარაბა თუ ქრისტე? რა ირჩია ხალხმა? ბარაბა. ის იყო დაწუნებული ყველანაირად. მოწაფეებმაც დაიწუნეს, მიატოვეს, დატოვეს და მეცაც გეტყვით. მამამაც მიატოვა. აი ამიტომ გახდა ხსნის ქვა ჩვენთვის. სხვანაირად ვერ გახდებოდა. ამიტომ გახდა ქვა, რომელიც მესამე დღეს აღდგა. ეცადნენ ამ ქვის განადგურებას, ურტყამდნენ ამ ქვას, როგორც მოსემ დაარტყა კვერთხი. მაგრამ ეს ქვა არ დაიმსხვრა. ეს ქვა უძლებელია. პირიქით, ამ ქვიდან გადმოიღვარა სიცოცხლის წყარო ჩვენთვის. მაგრამ აქ იცით რა არის უცნაური? რომ გადარჩენის კლდე და ხსნის ქვა შეიძლება გახდეს წაფორთხილების, დალეწვის და განადგურების ქვაც. არ გეცნაურად? კლდე არის გადარჩენის მეტაფორა, ხსნის კლდე, თავშესაფარი. ამ წინასწარმეტყველებაში კლდე, ქვა, ლოდი ხდება დაბრკოლების და წაფორთხილების კლდედ. როგორ უნდა გავიგოთ ეს? ეს უნდა გავიგოთ იმგვარად, რომ ერთი და იგივე იესო ქრისტე შეიძლება გახდეს ხსნა, გადარჩენა და სიწმინდე მათვის, ვისაც წამს მისი, ხოლო მათვის, რომელნიც უარყოფენ და იწუნებენ, შეიძლება ის გახდეს მიუკერძოებელი მსაჯული. მოусმინეთ, რას ლაპარაკობს ამ ქვაზე და აი ამ კონკრეტულად ტექსტზე წმინდა ბასილ დიდი. ციტირებ: ვინც არ შეიცნო უფლის მოსვლა წმინდა წერილის შესწავლით, როგორ მომწონს წმინდა ბასილის ეს სიტყვები. ნახეთ წმინდა წერილის ავტორიტეტს როგორ აყენებს მაღლა. ვინც არ შეიცნო უფლის მოსვლა, ლაპარაკია იესო ქრისტეს გამოჩენაზე, ანუ ქვის დაწუნებაზე. ნახეთ, ვინც არ შეიცნო წმინდა წერილის შესწავლით. წმინდა ბასილი დიდი მოგვიხმობს, მოგვიწოდებს. გვასწავლის, რომ წმინდა წერილი არის ის წყარო, საიდანაც და სადაც შეიძლება შევისწავლოთ
და შევძლოთ შეცნობა იესო ქრისტეს მოსვლისა. ვაგრძელებ, აი რას ამბობს ეკლესიის დიდი მამა. ბრკოლდება სახარების ქადაგებაზე. ხოლო ვინც ადვილად სტუნდება რწმენაში, ანუ არ წამს ქრისტე, ის ცდება ქვაზე, ანუ სტუნდება ქვაზე, რომელიც არის ქრისტე. ხო გითხარით, რომ ყველა აბსოლუტურად ამ ტექსტში ქვის ქვეშ, ანუ ქვას იგებს როგორც ქრისტეს, როგორც მესიას. ქვა გაიგება ქრისტეს მნიშვნელობით. მოусმინეთ ნეტარ ავგუსტინეს. ის ცოტა კაცრად ლაპარაკობს და ნახეთ როგორ. ვინც ამ ქვაზე წაბორძიკდება, დაიმსხვრევა და ვისაც ის დაეცემა, გაისრისება. ჯერ ის იქ იდო და ისინი წაბორძიკდნენ მასზე. შემდეგ კი ის ზემოდან მოვა და გაანადგურებს დამსხვრეულებს. გესმით? ჯერ ის იდო ნიშნავს მოვიდა პირველად, დაიბადა, იყო თითქოს მასში არ იყო დიდება, მასში არ იმზირებოდა, არ იყურებოდა ღვთაება, ადამიანური სხეულით დაამკვიდრა მან ღვთაება თავისში, მაგრამ ეს არ იყო თვალსაჩინო. ფერის თვალებისას მან გამოაჩინა თავისი დიდება, მაგრამ ადამიანებს არ შეეძლოთ ამის ხილვა, თუ არ არწმენის თვალებით. ჯერ ის იდო, შეხედეთ წმინდა ბასილი ასეთ მეტაფორას გვთავაზობს, როდესაც ქვაზე როდესმე წაგიბორძიკებიათ, ფეხი მოგსვლიათ მასზე. როდესაც ვერ ხედავთ, ხო? როდესაც ვერ შეამჩნიეთ. წმინდა ბასილი ამბობს, რომ სულიერი სიბრმავე ხელს გვიშლის. დავინახოთ ქვა და თუ ვერ დავინახავთ ქვას და ისე მივდივართ, შეიძლება წამოვდოთ ფეხი და წავფორთხილდეთ და დავეცეთ. ის იდო, ანუ მოვიდა, იდო ეს ქვა, ანუ ქრისტე დაასვენეს ბაგაში, მაგრამ წაბორძიკდნენ მასზე. ავგუსტინე ამბობს, ის ზემოდან მოვა ეს ქვა და გაანადგურებს უკვე წაბორძიკებულებს და დამსხვრეულებს სამუდამოდ. იმიტომ რომ ქრისტე ეს არის მხსნელი ყოველი მორწმუნისა, მაგრამ საჯული ყველასი. მოვა დრო, როდესაც მის წინაშე მოიდრიკება ყველა მუხლი, ზეციერი, მიწიერი და ქვესკნელის. შევაჯამოთ ჩვენ მიერ თქმული. ესაიას მერვე თავის 11-15 მუხლებში მოცემულია სიტყვები იმის შესახებ, თუ რა ძირითადი ნიშან-თვისებებით ხასიათდება ღვთისმოსავი ადამიანი. პირველი ეს არის წმიდაყოფა. მეორე ეს არის ღვთისშიში და მესამე ეს არის ქრისტესთან ჩვენი დამოკიდებულება, ანუ შეხედულება. ვინ არის ქრისტე? ქვა, რომელზეც ჩვენ წავფორთხილდებით, წავბორძიკდებით და დავეცემით და შემდეგ ეს ქვა აგრეთვე თავზე დაგვეცემა, თუ ეს ქვა არის ჩვენთვის ხსნის ქვა, თავშესაფარი, კლდე გადარჩენის. ამინ.